უბრალოდ ამის მსვლელობაში მიცემად არ ვაპირებდით, ეხლა ვაპირებთ რა. აი ხო დაიწყეს ესე. მაგათ ეს კავკასიის ის რა დღეში ახლა ვიღაცები ალბათ შეიძლება ნაცნობებით იყო და უთხარით პირდაპირ რომ ამას აპირებენ ხო რა. და ამაში გაეხვევა ჯანგირაშვილის ნიში. აი როგორია ტყუილას დომა. ეხლა გეტყვით რა მოხდა რა. და ეხლა ეს ხო გადავიღეთ, ესე შევიდა შიგნით ეხლა ისაკადეთ ვამადავით მოკიდა ამ ცხელი და შეიყვანა ეთერში და ეუნება სახალხო დამცველი მომიყვანა. და ტელევიზორში დაგს მე მივიდა ეხლა სახალხო დამცველი, აი ესეთი შეურაცხყოფა მოგვაყენეს გცემეს და პასუხი აგეთ რა. აგამდე ხო არ მიმართავდით სახალხო დამცველს, ეხლა მიმართავთ. ყველაფერზე მიმართავთ ამის შესახებ. ის გაიზიარებს თუ არა დაფიქსირებული დოკუმენტურად ხო იქნება დაფიქსირებული. და აი ეს კადრია. ხო, მე ესე იგი ეკითხება ვინ გცემოდა? ოპერატორებმა მცემეს, რომელმა წარმოიდგინე ოპერატორი გცემს. ის როლს თუმას. ეს ხდება რეკლამით, რომ პაუზა რომ მიდიოთ რომ დაიწერა რეკლამა, მაშინ ხდება ეს რა ვიცი, როდის ხდება, თუ მაშინ ყავ. ხო, და ამ დროს გამოდის ეს ოპერატორი ესეთი დიდი ბიჭი არის, მოსული, წვერები აქვს პატარაზე, მხარზე უდეს ეს კამერა. აი ამან ცემო. ხო და ეკითხები რატო ცემე ეს და მე არ მიცემია და გაიარა. მაგრამ გაიარა სტრაფი ნაბიჯები და უკიდან მიაძახეს თუ შენ არ გიცემია რატო გარბიხარ. თუ შენ არ გიცემიაო და მოტრიალ და იძახის ჯერ ამან დამარტყა და მე დავარტყი. ესე უნება მე როგორ დაგაწყავდი სტუმარი ვიყავი და ვიჯექი იყო და როგორ დაგაწყავდიო კაცო. სადაც გაქვს დარწმუნი მანახევა ბო. ეს ბიჭი არის როგორ აი ამის ნახევარი და ისო რა ისეთი. ხო, 18 წლის რა. ხო და მე როგორ დაგარტყავდი. და ამან დააფიქსირა რომ ამან დაარტყა და ამის დარტყმულზე ეს ექსპერტიზის ცნობა რომ ნაძე და წოლითი რეჟიმი გამკარს. ანუ ძიმე ის არის. ალბათ დღეს ხო მიცემენ ამას ველობას. და ესე რომ შევიდა ეს პოტის ხო ეს ბიჭი, ვით დაჭერილი ახლა კამერით. დგას, დაინახა ჯანგირაშვილმა და ყვის. აი ამის ბრალია ყველაფერი, ესე კამერის ბრალი ყოფილა ყველაფერი რა. წარმოიდგინე. აი ამის ბრალია ყველაფერი წაართით ეს კამერა და იქ ვიდექი, ყვირო და წაართითო და უცნად ვიფიქრე რომ და მივედი და გამოვართვი ეს კამერა. ორი პატრული მიდიოდა, პატრულს დაეღო და მადლობა ვუყურე. მე ავიღე და უბრალოდ ვერაფერი ვეღარ გამებეთე. ხდელი ვიყო ჩავიდე ჯიბეში. და წამოვიდე დავმატე. არ ვიცი შიგნით რაც ეწმის რა. მაგრამ ამათ ვეუბნები რომ რაღაცეები მაგაზე გადაღებული ყველაფერი მიდიქი. ხო და ერთი დღე დამდებდნენ მეხოცებოდნენ მოგეცი რა გქონდა. და რომ ნახეთ მე რაც იყო ფაქტი. იმათი ნაცემი არავინ არ რა კადრებსაც აჩვენებენ იქ ნაცემი არავინ არ არის. აკუბარდა იძახის ცემესო გადაღებული მოგო ვიღაცა ჟურნალისტი და გვანახე რა. გვანახე ხო ყავს გადაღებული. და მე ან ვინმე მანახე ვიცით რომ მევცენ. სუფთა. ეგ სხვა ნახე. ეხა ნახე რა ხდება. თან და ჩვენ გვაქვს ნაცემი კადრი, ექიმის ცნობა. წოლითი რეჟიმი დამამძიმებელი და კაცი რომელიც იძახის დიახაც მე დავატყე. დამთავრებულია საქმე. ამაზე მე მგონი 3 წლამდე არის რა. მე ვთელი ვარ, თელი წემი ცხოვრება, აი ხო ხედავ, თუ პატიმრების დედები მოდიან და მეხოცებიან მამაო გამოიყვანე ვიღაცებს დაუყვები რაღაც. კაცი შვილი არ დამიჭერინებია ცხოვრებაში არასოდეს ჩემს მიღული. ამას ალბათ მოვთხოვთ უკაცრეს პასუხს რა. ეხლა თვითონ ირბინოს საპროცესოებს და მომჩივარი თუ თანახმა არ იქნება, მომჩივართან ირბინოს და ეხოთოს ეხლა გამოტანა ემის უკან რა. ხო. ეს ალბათ ესე იქნება რა. ამ ქალბატონმა და ეს შე რომ დავდეთ საიტებზე, ინტერნეტში დევს, ეთქობა წაიკითხა და მივხვდა რომ სუდად აქვს საქმე. ხო, რა საიტი? ეს არის My Video GZ. My Video GZ იქ ნახავ რა. ამოხდა თუ რაღაც. ეთქობა ამ ქალმა ნახა, უთხრეს რომ აი ეს დევს ეხა ფოყავს ვიღაცა და ამან ნახა. თუ მაგითთან ეს ქალი ნახე რაც ყრის ჩერბოპოლის პატრული პოლიცია, ეს პოლიცია ყველა ხო მიყავს, ვიცი სად. და მოგიდეს ამბიცად ხელსა და ეთქობა ის აქტიურობდა ალბათ ამიტომ. და ყვირის რომ ეს შენი ძმისშვილია გაუშვით. რადგან შენი ძმისშვილია უნდა გაუშვათ და სხვები უნდა დავიჭიროთ? ეგ როგორ? ანუ და ეს ყველაფერი არ იმის აკრება შეიძლება იმიტომ რომ მართლმადიდებელია. ის შეგიძლია აკრება. და ეს არა, ეს იმიტომ რომ ამის ძმისშვილია ჯანგირაშვილი. ყვირონდა დატოვრო ჩემი ძმისშვილია, ესე დაფიქსირებულია. არც ესმით რასაკეთებს რა.
ანუ აქედან პირდაპირ ჩანს რომ ხალხმა ამზადა ეხლა მეორე სერიოზული ეჭვი აქვს რა რამოდენიმე ხნის წინ კავკასიაზე იყო გამოსული აღარ მახსოვს მეგობარი გულაშვილი იყო გამოსული ვიღაცა მამას მაულებზე და ქონდა კავკასიის განცხადება რომ ეს არის გარყვნა ეს არ შეიძლება ქვეყანას დაუყოს და რაღაცა პერიოდი ამ თემაზე ალაპარაკეს რა როგორც მე ვიცი ელისაშვილი რო არის ბიჭი რა ალექსანდრის საყვედური უთხრეს რატო ალაპარაკი ამდენი მამაცოლობის საწინააღმდეგო და სერიოზული საყვედურები ქონდა რა ეს თავს იმართლებდა ანუ ეუნებიან ამას თქვენ რისთვის გამუშავებთ რა ეგრეთ წოდებულო დამოუკიდებელო ტელევიზია ერთ ოთახში რო იყავით და სულ გაფავდით ეხლა რომ ამ ხელა პარტია გაქვს ერთი წუთი ვინ მოხდა ეს პარტია გეკითხები ქალაქის ცენტრში ვინ მოხდა ეს პარტია თიც არავინ არ გაკარებს თან ახერათენებზე ლაპარაკობ უნდა აგიდო აბა რა თუ არ აგინე ეს როგორ გამოვა ვიღაცებს ხო უნდა აგიდო მაშინ გამოყოლ რეალ ტივის წავიდეთ მაგრამ რაც შეეხება ზნეობრიობას ტრადიციებს ოჯახის სიმყარეს ამ მართლმადიდებლობას ამაზე ხმა არ გავიგეთ რომ გაეპარათ ეს მამათმავლებზე უთხრეს საყვედური ეს მე ვფიქრობ იყო ერთ-ერთი გვარი რევანში თავის მართლების ამათთან ვიღაცა ძალიან მოუწევს მოდი რა ეს მართლმადიდებლები გვინდა ეხლა არ გვინდა და გავწიოთ გვერდზე ეხლა რა ხდება ესე იგი ამ ხალხმა ეს ნახა და გუში საღამოთი უკვე ესეთ რამეც იძახის იქო იცით რომ ლევან ჩაჩუა რო ისდაო ეს კაცი თურმე დამნაშავე არ ყოფილა ორი დღის ზომის შემდეგ ეს კაცი დამნაშავე არ იყო და მე ვიციო რომ უნდა გამოუშვათოს იმიტომ რომ ძალიან წესიერად იქცეოდა ეხლა ეს ფიქრობს რომ შეარბილოს იმიტომ რომ მაგის ძმისშვილს ზია სერიოზული დოკუმენტები და კომპრომატები დასაჭერია ეს კაცი რა არა ხოდა ანუ ეხლა სხვანაირად ლაპა ამან ჯერ კიდე არის ის რომ ამის ცვლილების მიცემა საპირისპირო რა ეხლა მეორე რაღაცა არის ატყდა მთელი ამბავი ერევიან სხვა ქვეყნის საელჩოები წარმოიდგინე ახლა პრობლემა არის ყოფილა ვიღაცებისთვის მართლმადიდებლობის და ტრადიციული რაღაცების დამცველები რა დიდი პრობლემა ყოფილა თურმე სხვებისთვის იქნებოდა იმიტომ რომ იქიდან უნდა შემოსულიყო გარკვეულების ლიტერატურა სკოლებში ესწავლებლები მშობელთა კავშირმა არ გაატარა კათოლიკებს უნდა ესწავლოს სკოლაში უნდა შესულიყო CRS-ის პროგრამა სკოლებში ვერ შევიდა ქუჩაში გარკვეული ჟურნალები იყიდებოდა აღარ იყიდება მამათმავლობის აღლუმინა მოწყობილიყო აღარ მოეწყო ბოლო ამოვიდა ვიღაცებისთვის ხელში ამ ხალხის ესეთი რაღაცა დაუგჟელად ყოფნა თან მიზეზი არ ქონათ არასოდეს რომ დავეჭირეთ რა არასოდეს არ ქონიათ მიზეზი აი ეხლა ცუდად ღმერთმა დაუშვა ალბათ ეს და მე კი ვიცი რატომაც დაუშვა ხა ამას ვერ ვიტყვი ჩვენ ცოდების გამოა და რაღაცების გამო მაგრამ ეს დაშვებაც კარგი იყო იმიტომ რომ ეს იყო გამომჟღავნდა ვინ არის რო ლაპარაკობენ რომ საქართველოს რო აგინებენ პოზიციას და იძახიან ესეთები არიან და ესეთები არიან შენ ამაზე უკეთესი რითი ხარ ეს ვიცი მაინც ვინაიდან მე ნამდვილად გეუბნები ნაციონალებში უამრავი კაცი აი კაცური ტიპები მყავს აი ვაშკაცები რო არიან რა უამრავ რეოლიცია მყავს და დიქტატურაზე ხალხი ოჯახები რო ტრადიციულები ესენი ვინ არის არ ვიცი ზურაბიშვილი ესწრებოდა ამ წიგნის პრეზენტაციას რესპუბლიკური პარტიით და უკრავდა ტაშს და ყველაზე მეტად გაწიწმადნენ აი ხალხი ეხლა როგორ თქოს ამას ხალხი ვერ მოხდება არც ესმით რა გააკეთეს მაშინაც მაქსოვის შესახებ კინო რო იყო ხო გახსოვს პავიჩის კოდი რო იყო ყველაზე მეტ ვილაპარაკობდა ბერძენიშვილი ანუ ეს არის ამათი სული რაც არის ამათ ესე ნამდვილად გაცილებით ჯობია ესენი ვიდრე ამ ანუ ამათ მეგონი თავის საქმე დაიმთავრეს ამათმა და მეგონი კავკასიამაც დაამთავრა თავისი ესეთი არტისტული რო დიდი დემოკრატიის ბაირაღად მოხდა თან ეხლა რა ხდება ჩვენ ვაპირებთ ალბათ ახლა ვინ გააკეთებს ამას შეტანას საჩირის იმ ძმისშვილზე იმისი ესე გაკეთებთ არ გვინდოდა